მინდა ღმერთის საიდუმლოებაზე გელაპარაკოთ და გაგიმხილოთ ღვთის საიდუმლოებები. თუ რა უნდა ღმერთს ადამიანში. როცა ადამიანი შექმნა ღმერთმა, ღმერთის მიზანი არ იყო, რომ ადამსა და ევას თავისთვის ესე ეცხოვრათ ედემის ბაღში და ესე გეგრძელებინათ ცხოვრება. საბოლოო შემოტრიალება ადამისა და ევასი, რაც უნდა ყოფილიყო, ეს უნდა ყოფილიყო სამუდამოდ დამკვიდრება ღმერთში. ანუ ადამს და ევას ჯერ არ ქონდათ ის ზღვარი გადაკვეთილი, რაც იყო სამუდამოდ დამკვიდრება ღმერთში. ამიტომაც ისინი იყვნენ იქ არჩევნის წინაშე. ისინი რო უკვე ყოფილიყვნენ გადაბიჯებული და დამკვიდრებული სამუდამოდ უკვე ღმერთში, მაშინ იმათ არ ექნებოდათ უკვე იქ არჩევანი, მათი არჩევანი უკვე იქნებოდა მიღებული. საქმე რაშია, რომ ღმერთმა კვლავ ჩვენ გაგვიცხადა თავისი ნება იესო ქრისტეს მეშვეობით. ანუ როცა თვითონ ღმერთი მოევლინა ადამიანის მეშვეობით დედამიწაზე ხორცში და დაერქვა ღმერთმა თავის თავზე იესო ქრისტე, მან განაცხადა თავისი ნება აი ამ სხეულში იესო ქრისტეში. ანუ რაში მდებარეობს საიდუმლოება, რომ დღეს ადამიანი ღმერთს სურს, რომ მასში შევიდეს მთლიანად, აბსოლუტურად მთლიანად შეეზავოს ღმერთს, მთლიანად ღმერთში გადაეშვას ადამიანი, მთლიანად ღმერთში ჩაიძიროს, მთლიანად აბსოლუტურად აი ოციდო, აი არც ერთი ნაწილი არ დარჩეს, რომელიც მთლიანად ღმერთით არ იქნება შევსული, რომელიც ღმერთს არ იქნება დაკავებული ის ადგილი. აბსოლუტურად, რომ აი როგორც წყალში ჩახტები და სულთლიანად წყალში ხარ, აბსოლუტურად აი წყალში გარემოსული ხარ, მაგრამ უფრო მეტიც, რომ მთლიანად ეს წყალის დაჟე, ეს სული წმინდა, ეს ღვთის სული, რომ შიგნიდან გარე და სულ შენში იყოს. ანუ აქედან გამომდინარე, რომ ადამიანი თვით იქცეს ღმერთად, ანუ ღმერთობაში შედის ადამიანი, ასე რომ ვთქვათ, ღმერთობაში გადადის ადამიანი, ანუ მთლიანად ღმერთში შედის ადამიანი, მთლიანად ღმერთში მკვიდრდება ის და ის ტახტიდებს ზეცაში, ის ტახტზე ჯდება ზეცაში და არა სადღაც სტუმარი ზეცაში 60-ში იქნება ის. მას სრულფასოვანი მეფობა, უფლობა ეძლევა ზეცაში, თვით ღმერთში. ანუ ღმერთი აკეთებს რას, რომ აგიღოს შენ და თავისში შეგიყვანოს და ის შენში შემოვიდეს მთლიანად ამისთვის. მხოლოდ ამისთვის, რომ ეს გაკეთდეს ეს ყველაფერი, ადამიანმა უნდა უარყოს თავისი თავი სრულად, აბსოლუტურად, უარყოს თავის თავი და შემოტრიალდეს ღმერთის წინაშე. აბსოლუტურად მთლიანად შემოტრიალდეს ღმერთის წინაშე და ღმერთს ყველაფერში უთხრას ხო, ამინ და არაფერზე არ უთხრას არა. ყველაფერში დაეთანხმოს და წავიდეს ღმერთისკენ მხოლოდ. ეს არის ღმერთის პრინციპი, რომ დღეს ჩვენ ღმერთში შევიდეთ და თვით ღმერთში დავმკვიდრდეთ და ჩვენ რა თქმა უნდა თვით ღმერთები გავხდებით. ანუ ღმერთები მრავლობით კი არა, თვით ღმერთში ვიქნებით. აი ღმერთი იქნება ეს ადამიანი თვით ღმერთი გამოვა უკვე. მაგრამ როგორც ასეთი დღეს დედამიწაზე ჯერ კვლავ როგორც წერია წელებში ჯერ არ გამომჟღავნებულა რანი უართო. ანუ ჯერ არ